მოკლედ ამოცანებიც განვიხილოთ რამდენიმე. ყველას ვეცდები რომ არ გავაკეთო. იმიტომ რომ თქვენ თვითონაც უნდა იმუშაოთ. თუმცა ყველა ვარიანტს განვიხილავ პრინციპში. ესე იგი 22-ით დავიწყოთ. ხომ მტრის ნაწილაკმა სინათლის ზემოქმედებით ერთი ელექტრონი დაკარგა და რა გახდა მისი მუხტი, ხო? თუ თავიდან მისი მუხტი იყო, ესე იგი საწყისი მუხტი, Q0 დავარქვათ, ხო? ანუ საწყის 0 თაღნიშნავთ ხოლმე. Q0 იყო -1.6 გამრავლებული 10-19-ზე. და ერთი ელექტრონი დაკარგა. ანუ გასცა კიდე ერთი ელექტრონი, ხო? ესე იგი დავაკვირდეთ ახლა. თუ ეს იყო მისი მუხტი, მაშინ ну გასაგებია რომ ეს სიდიდე ერთ ელექტრონის შესაბამისია, ხო? ანუ ელემენტარული მუხტის შესაბამისია. ესე იგი ერთი ელექტრონზეა საუბარი. აღართ ერთი ელექტრონი ჭარბად ჰქონდა თუ აკლდა. რადგან მინუსით არის, ესე იგი ელექტრონი ქონია ერთი ცალი ზედმეტი, ხო? პლუს ერთი ელექტრონი იყო მისი მუხტი. მე ერთი ელექტრონი გასცაო გვეუბნებიან და გამოვიდა რომ ეს ჩვენი სხეული განეიტრალდა. მეორე შემთხვევაში ვარიანტი განვიხილოთ. ამ შემთხვევაში თავიდან მუხტი იყო უკვე Q0 იყო მინუს აღარ უკვე 1.6 გამრავლებული 10-19-ზე. ეს ნიშნავს რომ თავიდან ერთი ელექტრონი აკლდა მინუს ელექტრონი იყო და კიდე გასცა ერთი ელექტრონი გამოვიდა -2 ელექტრონი და მაშინ ანუ აი ახაც Q დავუწეროთ Q უდრის, ანუ ერთი ელექტრონი აკლდა კიდე გასცა, ანუ ორი ელექტრონი აკლია ახლა და ორი ელექტრონი თუ აკლია, ასე იგი n არის 2 და გამრავლებული ელემენტარული მუხტის სიდიდე არის 1.6 10-19-ზე გამოვა 3.2 გამრავლებული 10-19-ზე. ეს მთლიანი მაგალითი პრინციპში მე გავაკეთე. ეხლა 23-ს მსგავსი არის, მე მგონი, ხო? ამიტომ გამოვტოვოთ და 24-ზე გადავიდეთ. ესე იგი, საწყისი მუხტიო რისი ტოლი გახდა ფირფიტის მუხტი მაშინ, როცა მისი თავდაპირველი მუხტი იყო -10 ელექტრონი. ესე იგი, თავიდან Q0 იყო -10 ელექტრონი და მიერთა 4 ელექტრონი. ანუ აქ კარგად დავაკვირდეთ ახლა. -10 ელექტრონი იყო მუხტი და კიდე თუ მიერთა 4 ელექტრონი, კიდე ანუ მუხტზე, აი აქ კარგად მინდა რომ გაიაზროთ, ხო? კი არ გვეუბნებიან რომ 10 ელექტრონი ჰქონდაო. ხო ფაქტობრივად ეგ გამოდის, ხო? 10 ელექტრონი ჰქონდა ჭარბად. ანუ ის უნდა მეთქვა რომ -10 ელექტრონი კი არ ნიშნავს რომ 10 ელექტრონი გასცა. არა, -10 ელექტრონი ნიშნავს რომ ზედმეტად ჰქონდა 10 ცალი ელექტრონი, რაც ნიშნავდა რაც ნიშნავდა იმას, რომ სხეული აი ამ უარყოფითი მუხტით დაიმუხტებოდა. თუ კიდე 4 ელექტრონი მიერთა, ესე იგი კიდე უფრო მეტად უარყოფითად დაიმუხტებოდა, ხო? ანუ -4 ელექტრონით დაიმუხტა სულ, ანუ ჯამში გამოვიდა, აქ უნდა დამეწერა ვთქვათ. ესე არა. ანუ ეს ხო ვიცით, რომ თავიდან იყო და ეხლა ვეძებთ Q-ს, ეს არის უკვე 14 ელექტრონი აქვს, ანუ -10 ელექტრონი იყო მუხტი, კიდე 4 მიერთა, ესე იგი კიდე -4 ელექტრონი გამოვა -14 ელექტრონი და ეს უდრის -14 გამრავლებული აქ ხო პრინციპში პასუხებში პირდაპირ -14 ელექტრონი წერია მგონი და ნუ შეგვიძლია რომ -14 გამრავლოთ ელექტრონის თვითონ ელემენტარული მუხტის სიდიდეზე, ხო? 1.6 გამრავლებული 10-19-ზე. აი ეს იქნება. შემდეგ B შემთხვევაში ახლა -4 ელექტრონი, ანუ Q0 იყო -4 ელექტრონი და ახლა Q დავიცვალოთ ამ ჩვენ -4 ელექტრონს, რაც გვეუბნებიან დაკარგა 4 ელექტრონი. ესე იგი 4 ელექტრონი დაკარგა ნიშნავს რომ დაიმუხტა 4 ელექტრონის სიდიდის მუხტით
დადებითად. ხო, ესე იგი +4 ელექტრონი. ანუ მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? +4 ელექტრონი კი არ ნიშნავს, რომ 4 ელექტრონი დაიმატა. 4 ელემენტარული მუხტის სიდიდეს მუხტი დაიმატა, იმიტომ რომ 4 ელექტრონი გასცა. რაღაცა ეგეთი და ეს გამოვა 0 ელექტრონი, ანუ მისი მუხტი საერთოდაც წამით გავჭედით. ხო, 0. ხო. 0 ელექტრონი არის საერთოდ მუხტი 0-ის ტოლი. დანარჩენს თქვენ თვითონ გააკეთებთ. ხახუნის 25 ჯოხიდან აბრეშუმის ქსოვილზე 6.10 ელექტრონი გადავიდა. განსაზღვრე ჯოხის მუხტის მოდული. ესე იგი, არ მინდა რომ მე გავაკეთო, მე აქ მინიშნებას მოგცემთ მაშინ. დავშალოთ ეს. ესე იგი, გადავიდაო ქსოვილზე 6 გამრავლებული 10 13 ელექტრონი გადავიდა. ხო, ესე იგი, ეს რა არის? ამდენი ცალი ელექტრონი არის n, ხო? ახლა თუ ჩვენ გვინდა დავითვალოთ q, მაშინ ეს იქნება ნიშანს უნდა მივაქცევთ ხოლმე ყურადღება. თუ ამდენი ელექტრონი გადავიდა, ესე იგი უარყოფითად დაიმუხტა. ანუ მინუსი ნიშნით იქნება, ან შეგვიძლია ბოლოს მივწეროთ და ფორმულა რო გავიხსენოთ, q ეს არის n გამრავლებული s. ძალიან მარტივია, ხო? რამდენი ცალი s არის, იმდენი მუხტი გამოდის, ხო? ნიშანს კიდე კი მივხვდებით, თუ მიერთა ელექტრონები უარყოფითია და თუ გასცა დადებითი. აქ ვიწერე რომ მიერთა. ამიტომ იქნება -6 მთელი 6 კი არა 6 გამრავლებული 10-13-ზე ეს n და გავამრავლოთ თვითონ ელემენტარულ მუხტზე, ანუ 1.6 გამრავლებული 10-19-ზე და ამას დაასრულეთ 26-იც ასეთივე იქნება. ხო, ოღონდ ბოლოს აი კულონი ყველგან დამოვიდა, ხო, რაღაცა კულონი იქნება პასუხი, იმიტომ რომ მუხტის ერთეულის სისტემაში როგორც შევთანხმდით არის კულონი.